Აფშალავა, უპირველესად ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისათვის, რომ დღეს მოგზარდი Აფშალავა და დღეს ჩვენთან ერთად თანამშრომლობენ და წარადგენენ თავიანთ მოხსენებას. პირველი ეს იქნება ახალგაზრდების შევარჩი, რომელსაც გაიარეს გადამზადება და ისინი 60 ახალგაზრდა დაეტოვება არჩევნებს. ხელისუფლების და მმართველი პარტიის ინტერესებშია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ღიად, თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, ამიტომაც ჩვენ ჩართული ვიქნებით ნებისმიერ მსგავსი ტიპის შეხვედრაში. არსებობს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ეს ეხება კერძო სამართლის იურიდიულ პირებში საშტატო ერთეულების ზრდას, ასევე საინფორმაციო ხასიათის მომსახურეობისთვის გამოყოფილი ასიგნებების წინა წელთან მიმართებაში 326%-ით ზრდას. ქართული ოცნების კანდიდატმა დატოვა შეხვედრა იმ დროს, როდესაც საუბარი დავიწყეთ წინა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. წინა საარჩევნო გარემო ნამდვილად ვერ იქნება იდეალური იმ ფონზე, როდესაც კორცხების ინციდენტში მონაწილე პირები არც ერთი დასჯილი დღეისათვის არ არიან და უფრო მეტიც ისინი კახაკალაძეს ახდნენ, როდესაც 2016 წლის მაჟორიტარები დაასახელა ზუგდიდში. ამასთან ერთვის ის, რომ ნუკრი ქანთარიას ფარული თუ პირდაპირ სწრაფები სანდრავლობთან დაკავშირებით, რომ მას მოხდება ცხრილში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩვენი ოფისის დარბევა, გუშინ მოხდა ელენე ხოშტარიას ოფისის დარბევა და ასე შემდეგ. როდესაც სახელმწიფო აპარატი მთლიანად არის ჩართული წინა საარჩევნო პროცესში, განსაკუთრებით მისი ძალოვანი უწყებები, რომლებიც ხშირად შეიძლება უხეშად არ ერევიან, მაგრამ ისინი ძალიან აქტიურად ჩანან პოლიტიკური პარტიების ოფისებთან, პოლიტიკური პარტიების ლიდერების ზურგს უკან და ეს სერიოზული პრობლემაა და ამას სახელმწიფომ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. ასეთი პარტიის წარმომადგენლებს ჩვენ შევხვდით ასევე მედია საშუალებით წარმომადგენლებს და ვაგრძელებთ ზოგადად წელიწადში პერიოდში